გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტყიბულის საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა 2015-2016 სასწავლო წლის 24 წარმატებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები საზეიმო ვითარებაში გადასცა. სასიხარულოა, რომ დაჯილდოებულთა შორის 15 ოქროს მედალოსანია, ხოლო 9 კი ვერცხლისა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ წარჩინებული ფულადი პრიზით თითოეული 100 ლარის ოდენობით დაასაჩუქრა. მედლების გადაცემის ტრადიციულ ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი, განათლების რესურს ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ირინე კორძაია, საჯარო სკოლების მოწვეული დირექტორები, კურსდამთავრებულები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. ოქროს მედლები მიიღეს ნომერი 6, ნომერ 1, ორპირისა და ხრესილის საჯარო სკოლების შემდეგმა მოსწავლეებმა: ანი აბესაძემ, გიგლა კუპატაძემ, ანა კობახიძემ, ლალი ხუციბერიძემ, ბაჩანა აბესაძემ, უჩა ჩიტიძემ, ალექსანდრე ქასრაშვილმა, სანდრო ამყოლაძემ, ანა ბუხრაშვილმა, თამარ ლაფერაძემ, ნიკოლოზ გვენეტაძემ, ნათია გორგიძემ, თამთა შავიანიძემ, ანა ჯინჯიხაძემ და ნიკა კუპრაშვილმა. გამგებელმა სათითაოდ მიულოცა წარჩინებულებს ეს მნიშვნელოვანი დღე და სამომავლო წარმატებები უსურვა თითოეულ მათგანს. საჯარო სკოლების დირექტორებს, მშობლებთან ერთად მადლობა გადაუხადეს მათი აღზრდისა და აკადემიური მოსწრებისათვის და სამახსოვრო სიგელებით დაასაჩუქრეს ისინი. შეხვედრის დასასრულს მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე მიესალმა დარბაზში შეკრებილთა, აღნიშნა, რომ სასიამოვნოა მისთვის ასეთ ღონისძიებაზე დასწრება, რამე თუ იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი მომავალი თაობის სწავლა-განათლების საკითხს და მზად არის მისი კუთვნილი ხელფასიდან სახელობითი სტიპენდია დაუნიშნოს ეროვნული გამოცდების საუკეთესო შედეგით გამორჩეულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტს უჩა ჩიტიძეს. ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი არის ერთადერთი, რომ ამოვარჩიო ის ბავშვები, მოსწავლეები, სტუდენტები, რომლის იმედით შეიძლება კონდეს ამ ქვეყანას და მათ შორის მეც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს. მე ხმამაღლა ვთქვი და ოფიციალურად განვაცხადო, რომ ჩემი კუთვნილი ხელფასი, რასაც მე სახელმწიფო მიხდის პარლამენტარული ბოლო კაპიკამდე მინდა გადავცე სტუდენტებს თუ მოსწავლეებს. ეს პროცესი დაწყებულია. დღეს მინდა ამას დავამატო ერთი ჩიტიძეს ჩაუვარებია ყველაზე მაღალი ქულებით, ამიტომ ჩემი ხელფასიდან მას სტიპენდია დაენიშნება მომდევნო თვიდან პრეზიდენტის სტიპენდიის ტოლი. მიყვარს გონიერი ადამიანები და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ასეთი ადამიანები ბევრი იყოს განსაკუთრებით იქ, სადაც მე დავიბადე, სადაც მე გავიზარდე, სადაც სკოლა დავამთავრე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო პირადად ჩვენს დეპუტატს ბატონ ელგუჯა გოცირიძეს. მან დამინიშნა სტიპენდია. ეს არის ძალიან დიდი мотиваცია. მივიღე ოქროს მედალი, ძალიან გახარებული ვარ. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია. დიდი მადლობა მინდა გადავხადო გამგეობას იმისთვის, რომ დაგვაჯილდოვეს ფულადი პრიზით და ასევე ჩვენს მასწავლებლებს. ემოციებს ვერ ფარავ ჩემთვის, ჩემი ოჯახისათვის და ჩემი შვილისათვის ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენი დეპუტატის ბატონ ელგუჯა გოცირიძის საჩუქარი, რომ მან ჩემ შვილს უჩას დაუნიშნა სახელობითი სტიპენდია. უმეტესი მადლობა ჩემი ოჯახის სახელით ბატონ ელგუჯა გოცირიძეს. დაჯილდოების ღონისძიებას გამგეობის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გაუწია ორგანიზება.